გამარჯობათ, მოგესალმებით. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის მორიგ სხდომას. კვორუმი არის. დღის წესრიგი დარიგებული გაქვთ ინფორმირებული ბრძანდებით, შესწორებები, დამატებები ხო არაფერი გაქვთ დღის წესრიგთან დაკავშირებით. კარგი დავამტკიცოთ მაშინ. დიდი მადლობა. დღის წესრიგში გვაქვს 3 საკითხი და ვიწყებთ პირველი საკითხის განხილვას. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოქმნილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის და საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება. მომხსენებელი ბატონი გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. შეგვიძლია დავიწყოთ? დიდი მადლობა, მოგესალმებით. ორი საკითხია ჩემი და თქვენის ნებართვით ორივეზე მოგახსენებთ, ვინაიდან ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია და შემდგომ კითხვები თვალსაჩინო როგორც თქვენი სურვილი იქნება ორივეზე კი პასუხებთ, რა თქმა უნდა. დავიწყებ გასული წლის ანგარიშით და მოგახსენებთ პირველ რიგში ეკონომიკურ პარამეტრებს. ჩვენ გასული წელი დაგეგმილი ჰქონდა 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის პირველ ნახევარში ჰქონდა უფრო მაღალი ტენდენციები, კერძოდ პირველ კვარტალში 9.9% იყო ეკონომიკური ზრდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე გულისხმობ 7.4% იყო მეორე კვარტალში, შესაბამისად აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ზუსტად ამ პერიოდში გასულ წელს გადავხედეთ ეკონომიკურ პროგნოზებს და იყო 7.2%, თუმცა წლის ბოლოს კიდევ უფრო მაღალი დაფიქსირდა 7.5% იყო საბოლოოდ რეალური ეკონომიკური ზრდა, მთლიან მასშტაბ პროდუქტმა ნომინალურ გამოხატულებაში მიაღწია 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს, რაც ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28,235 ლარია და 10,296 დოლარს შეადგენს. ძირითადი როლი ეკონომიკურ ზრდაში რა თქმა უნდა ჰქონდა კერძო სექტორს, 12%-ით გაიზარდა კერძო სექტორის ბრუნვის მოცულობა, ხოლო კერძო სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება გაიზარდა 13.4%-ით და ეს რა თქმა უნდა აისახა დასაქმებაზეც მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის მეოთხე კვარტალთან შედარებით 27,300 ადამიანით მეტი იყო დასაქმებული ბიზნეს სექტორში და ჯამურად მაჩვენებელმა 839,000 ადამიანი შეადგინა. ინფლაციას რაც შეეხება გასულ წელს ინფლაციის მაჩვენებელი საშუალო იყო 3.9%, წლის ბოლოს 4% იყო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, წლის მეორე ნახევარში ჰქონდა ცოტა ზრდადი ტენდენცია და საბოლოო ჯამში წლის ბოლოს 4% შეადგინა. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს და საგარეო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ კუთხით. ჩვენ გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი, 10.3%-ით იყო გაზრდილი წინა წელთან შედარებით. აქედან ექსპორტი იყო 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 11.2%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე მიმართულება საგარეო სექტორში ეს არის ტურიზმი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც გაზრდილია, როგორც ვიზიტორების რაოდენობა. ჩვენ გასულ წელს გვყავდა საქართველოში ჯამურად 6.856.000 ვიზიტორი, საიდანაც უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შეადგინა 5.522.000-მდე, ხოლო რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც ქვეყნის ეკონომიკის პირდაპირ ბიუჯეტში რა თქმა უნდა არ შედის, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაში რაც შემოსავლები მივიღეთ ტურიზმიდან 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი იყო, დაახლოებით 6%-ით მეტი, 265 მილიონი დოლარით მეტი ვიდრე 2024 წელს. ფულადი გზავნილების ნაწილში 8%-იანი ზრდა ჰქონდა, 8.2%, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, 3 მილიარდ 228 მილიონი დოლარი იყო წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და ნუაგზირითად კლება იყო რუსეთიდან, დანარჩენ შემთხვევაში ზრდა ჰქონდა ყველა მიმართულებით. და ბოლოს საგარეო სექტორში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები გასულ წელს გაიზარდა 7.6%-ით მილიარდ 688 მილიონ დოლარს გადააჭრა პირდაპირ უცხოურმა ინვესტიციებმა და აქაც როგორც წინა წლებში ყოველთვის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორზე, 607 მილიონი დოლარი იყო პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ამ სექტორში. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჩვენ გასულ წელს ჰქონდა შემოსავლების ნაერთ ბიუჯეტის ნაწილში 100%-ზე მაღალი შესრულება, 100.7% იყო, მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ შემოსავლების
საპროგნოზო მაჩვენებელი 28 მილიარდ 468 მილიონი იყო შემოსავლების ნაწილში, მათ შორის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 25 მილიარდ 536 მილიონი ლარი, რაც 100.1%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის, ხოლო ამის გარდა დამატებით 2 მილიარდ 721 მილიონი ლარი იყო, რაც DGG-ს ზედმეტობის სახით კომპანიებს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხებით, ძირითადად ეს DGG-ს სახით იყო. სხვა შემოსავლებიც მაღალი იყო, 106.6% იყო შესრულების მაჩვენებელი, 2 მილიარდ 658 მილიონ ლარამდე იყო. ასევე პრივატიზაცია 512 მილიონ ლარამდე 582 მილიონ ლარამდე მივიღეთ გასულ წელს პრივატიზაციიდან 112%-ია შესრულების მაჩვენებელი პრივატიზაციის კუთხით. ასევე ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი ბიუჯეტის ნაერთი ბიუჯეტის წრილში, ერთი არის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც 2.5%-ით იყო დაგეგმილი გასულ წელს. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ 1.4%, ვინაიდან მქონდა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად დამატებითი შემოსავლები და ასევე თვითონ ბაზა იყო მაღალი. საბოლოო ჯამში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ნიშნული, ისტორიულად დაბალი ნიშნული იყო 1.4% და ვალის მოცულობას თავდაპირველად დაგეგმილი 35.9%-ის ნაცვლად ლიაში და პროდუქტთან მიმართებაში მივიღეთ 34.4%. უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტს რაც შეეხება ჩვენ გასულ წელს როგორც შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე ხარჯვითი ნაწილის შესრულება ჰქონდა მაღალი, შემოსავლების ნაწილში ჰქონდა გადაჭარბებით 100%-ზე მაღალი იყო შემოსავლების მაჩვენებელი, ხოლო ხარჯვითმა ნაწილმა შეადგინა 99.2%, 100.8% იყო შემოსულობების ნაწილი ჯამში. რაც შეეხება შესახეების მიხედვით შემოსავლებში ჩვენ ჰქონდა 23 მილიარდ 991 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ, 100.7% იყო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი, მათ შორის გადასახადების სახით მივიღეთ 21 მილიარდ 957 მილიონი ლარი, გრანტების სახით 279 მილიონი ლარი, ცოტა მეტი და სხვა შემოსავლები 1.754 მილიონი ლარი, ეს არის უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წილი, დანარჩენი რაც წეღარვალსანი არის მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების შემოსავლები. პრივატიზაცია ჯამში გითხარით 582 მილიონი იყო, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის წილი იყო 344.7 მილიონი ლარი, ხოლო სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 378 მილიონი ლარი, აქაც 111%-ია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილში, ჩვენ გასულ წელს საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით 1.589 მილიონ ლარამდე მივიღეთ, 902 მილიონი ლარი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერა კრედიტების ჩამორიცხვა, რაც მივიღეთ წლის განმავლობაში იყო 596 მილიონი ლარი. ამავდროულად ვალების მომსახურებისა და დაფარვის ნაწილში 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი მიიმართა საგარეო ვალდებულებებზე, ხოლო 953 მილიონი საშინაო ვალდებულებების ნაწილზე. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მე ჯამურად მოგახსენებთ, რომ იყო შესრულება 99.2%, 27 მილიარდ 723 მილიონი ლარი იყო ჯამში საკასო შესრულება მთელი ბიუჯეტის კუთხით, უწყებების მიმართულებითაც თუ შევხედავთ ათვისების მაჩვენებელი ძირითადად 95-დან 100%-ის ფარგლებშია, არის უწყებები, სადაც 100%-ზე მაღალი იყო შესრულების მაჩვენებელი, ამდენიმე შემთხვევაში არის 101.3%, მაგალითად 101% იყო რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უბრალოდ გასულ წელს ერთად იყო და 2 მილიარდ 959 მილიონ ლარზე მეტი იქნა ათვისებული. 100% იყო შესრულება როგორც თავდაცვის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს უშუალოდ, რომელიც თქვენი კომიტეტისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ესეთი უწყებაა, რომელსაც ყველაზე მეტად აკვირდებით, აქ ათვისება ჰქონდა 100.3%, 8 მილიარდ 976 მილიონ ლარზე მეტი იქნა დახარჯული ჯამში სამინისტროს მიერ და უშუალოდ პროგრამებსაც რო შევხედოთ, ჯამური თანხიდან 6 მილიარდ 327 მილიონი ლარი იქნა ათვისებული სოციალური პროგრამების მიმართულებით, 100%-იანი აქ შესრულების მაჩვენებელი, ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში 2 მილიარდ 154 მილიონი ლარი იყო და 100.7%-ია შესრულების მაჩვენებელი, ასევე სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის და აღჭურვილის ნაწილში ათვისებული იყო
7,870,000,000 ლარი, 80% და აქ ძირითადი აუთვისებლობა რაც ქონდა იყო სასწრაფო მანქანების შესყიდვა, რომელიც ტენდერი ჩავარდა გარკვეული მიზეზების გამო და აქაც მოგეხსენებათ ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილია. დასაქმების სისტემის ნაწილში 99,9%, 108,979,000 ლარი იქნა ათვისებული და იძულებით გადაადგილებული პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის კუთხით 246 მილიონი ლარამდე იქნა ათვისებული 99,8%. ეს არის ძირითადი პარამეტრები, რომელიც უკავშირდება შესრულებას, თუმცა ამ შესრულების გარდა მნიშვნელოვანია ის თუ წლეს რა ტენდენციები გვაქვს და წელს ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის პირველი 4 თვის განმავლობაში 8%-ზე მაღალია რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ამიტომ ჩვენ განვაახლეთ, ისევე როგორც ჩააშნა წელსაც განვაახლეთ და ზრდის მიმართულებით დავაკორექტირეთ რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ნაცვლად 5%-ისა იქნება 6,3%, განახლებული პროგნოზის მიხედვით. ეს არის საბაზო სცენარი, თუმცა ჩვენ წარმოადგენელი გვაქვს როგორც საბაზო, ასევე პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები. ვფიქრობთ, რომ უფრო ოპტიმისტურისკენ იქნება წლის ბოლოსთვის რეალური ეკონომიკური ზრდა და სავარაუდოდ 7%-მდე გვექნება, თუმცა საბაზო სცენარზე არის პროგნოზები ძირითადად დაფუძნებული. ინფლაცია წელს იქნება სავარაუდოდ მიზნობრივზე მაღლა, 4,9%-ია საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი, რაც განახლებული მაჩვენებლებით გვაქვს წარმოდგენილი. მომდევნო წლებში რაც შეეხება ინფლაცია უბრუნდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს და 3%-ია, ისევე როგორც რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება მის პოტენციურ ზრდასთან ახლოს 5-დან 5,5%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ეკონომიკურად სტრუქტურულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და გასულ წელს ჰქონდა აქაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი 2,6% იყო. წელს ოდნავ მაღალი იქნება 3,7%-მდე ვარაუდობ და მომდევნო წლებშიც შენარჩუნებული იქნება 4%-ზე დაბალი დონე. ჩვენ თუ შევხედავთ გასული წლების მაჩვენებელს, ჩვენ სამწუხაროდ ორნიშნა ჰქონდა ხოლმე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ეტაპობრივად ვცდილობთ აღნიშნული მიმართულების შემცირებას, 5%-ზე დაბალი ნიშნული უკვე კარგია დღევანდელი ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა 4%-ზე დაბალი გვაქვს ამჟამინდელი პროგნოზები მომდევნო 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ჩვენ წელს ვამცირებთ დეფიციტის მაჩვენებელს, ნაცვლად 2,5%-ისა ჩამოვიყვანთ 2%-ზე, ხოლო ვალის მაჩვენებელი იქნება 33%-ის ფარგლებში, ორივე მაჩვენებელი მომდევნო წლებში ვალის შემთხვევაში კლებადი ტენდენცია ექნება და ეტაპობრივად ჩამოვა 32%-ზე დაბალ ნიშნულზე, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული იქნება 2,5%-ზე დაბალ ნიშნულზე, რაც გვაძლევს ვალის შემცირების დინამიკის შენარჩუნების საშუალებას. ეს არის პარამეტრები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ 2027 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ისევე როგორც მომდევნო წლების საპროგნოზო ბიუჯეტის გაანგარიშებისა სწორედ ამ პარამეტრებს გამოვიყენებთ. ჩვენ ახლა ამ პარამეტრების მოწონების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მომდევნო სამით გვექნება დაახლოებით, რაც სამინისტროებში შიგნით გვექნება კონსულტაციები, სხვადასხვა პროგრამების მიმართულებით, ანუ ბიუჯეტის შედგენა, რაც ჩვენი მხარეს იქნება სამუშაო, შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, სექტემბრის ბოლოს წარმოვადგენთ ბიუჯეტს თქვენს წინაშე და მერე უკვე მომდევნო სამით იქნება ის ერთობლივი განხილვები, რომელიც პარლამენტში ტრადიციულად გვაქვს ხოლმე. ეს არის ის შესრულებისა და მომდევნო წლების პროგნოზების ძირითადი პარამეტრები. თუ კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენ კითხვებს უპასუხოთ. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი. დამასწარით და თქვენ თვითონ პირველი ორი საკითხი ერთად წარმოადგენდა, რა თქმა უნდა, თესია სწორი და პრაქტიკულად ესე მიზანშეწონილი. მადლობა ამისათვის, ყოფილი ინფორმაციის მოწოდებისათვის. გთხოვთ დეპუტატებს შეკითხვები. გისმენთ ბატონ ვლადიმერ. მოგესალმებით თითოეულ თქვენთანგანს, ჩემს მსმენელს, მაყურებელს, ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ უხლას წარმატებულ ხვალინდელ დღეს. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისათვის. მე მინდა განვაცხადო პირველი შემთხვევა, როდესაც ისე არის დაბალანსებული დაგეგმა და შესრულება, რომ კითხვაც კი არ უჩნდება ადამიანს. მე პირველად გადავხედე, ვიღაც კი არა, მე ხა მეორჯერ ვისვენ ამას, მაგრამ დეტალურად გადავხედე ყველა პროგრამების სათვისებას, შესრულებული სამუშაოების და როგორ გითხრათ, მიუხედავად ამ უმძიმესი მდგომარეობისა, რაც სოფლიოში არის, ეს პატარა ქვეყანა თავისი მოსახლეობასთან ერთად ხას უსვამ თანადგომის ასეთი
კარგი შეძენილი ბალანსი თანადგომისა აღწევს იმას, რომ ეს ქვეყანა თავს ართმევს ამ გაჭირვებას და იმედიანად შეყურებს მომავალს თავისას. ერთადერთი რომელიც თქვენვე გააჟღერეთ, მე მინდა ის თემა კიდევ ერთხელ თქვა, ის შავარდნილი ტენდერი, რომელიც სასწრაფო დახმარებას ეხება, იქნებ ყოველთვის შენ ახლა ხო ძალიან გამჭვირვალე ხელისუფლება ვარ. ბიუჯეტის გამჭვირვალობის პირველი ადგილი, მართვის წარმატებულობა ყველას მიერ აღიარებული დედამიწაზე. აი ახლა კარგი იქნება რომ მე მგონი ამ წელსვე გამოსწორდება ამ საკითხის დაუბრუნდება თავის ნორმალურ კალაპოს და აღდგება. თავარია ერთი თხოვნა, მოგძალებული თხოვნა უკვე რეგიონებიდან აი ამ სასწრაფო გადაუდებელ სამსახურში სრულფასოვანი აღჭურვილისათვის პროპორცია არ იყოს დარღვეული რეანი მობილების კუთხით. ეს კარგად საჯილდაო ქვა არის ვიღაცას პოლიტიკურად აინტერესებს, ჩვენ ამას სულთა პროფესიულად მივუდგეთ და ვიცოდეთ რომ მაღალი გამავლობისა და ზედმიწევნით სრულად აღჭურვილი რეანი მობილები ჭირდება ისეთ ადგილებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებაში თავის როლსა და ადგილს. დანარჩენი შენიშვნები ამ კუთხით არ მაქვს. მადლობა მოხსენებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. ეხლა ბატონო მაგისმენთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ასეთი სრულფასოვანი ინფორმაციის წარდგენისთვის. სხვა კომიტეტებზეც მომიწია მოსმენა საერთოდ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სწორად დაგეგმილი რო იყო და სწორად რომ მიდიოდა, იმიტომ არის შესრულებაც ასეთი ზედმიწევნით სწორად გაკეთებული. რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით, აქ განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ და მინდა კითხვა არ მაქვს, თხოვნა მაქვს თქვენთვის, რომ 27 წლის ბიუჯეტის დაგეგმის დროს, რადგან ასეთი სწორად მიდის ინფლაციის ციფრები, ბიუჯეტის 27 წლის ბიუჯეტის დაგეგმარების ნაწილი იქნებ გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვაში მთელი რიგი პრობლემების მოგვარებისთვის თანხის მატება, თუნდაც ეს იყოს მაგალითად ონკოლოგიური აუცილებელი პირველადი კვლევების ნაწილში განსაზღვრული თანხები, გარკვეული ფორმის პრეპარატების დაფინანსება, თუნდაც როგორიც არის კეიტრუდა და განსაკუთრებით სენსიტიურია ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან და ქალბატონი რივა განსაკუთრებით საბავშვო ბაღის პედაგოგების ხელფასების ზრდა. აქედანვე ივნისის თვიდანვე ვიწყებთ ამის თხოვნას თქვენთან. დიდი მადლობა. კიდე შეკითხვები ხო რა გაქვთ? დიახ, ისმენთ ხალხო. მოგესალმებით. მეც გარემოებებიდან გამომდინარე მესამეთ მიწევს ანგარიშის მოსმენა ფაქტობრივად შევისწავლე და მაქვს ესეთი შეკითხვა. გასაგებია რომ ათვისება აღმასრულებელი ხელისუფლებები და მხარჯავი დაწესებულებებიდან არის 100%-ზე მეტი გადაჭარბებული, ისევე როგორც მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა იყო გაზრდილი პროგნოზთან მიმართებაში. მახსოვს ესეთი ამბავი, როდესაც საბიუჯეტო წლის დასრულებამდე იყო დაახლოებით 3 კვირა დარჩენილი, 600 მილიონი ლარი იყო აუთვისებელი, რასაც თქვენ ეძახით ეკონომიას, ნაშთებს. მე მოხდა რაღაცნაირად გადანაწილება, წელს ხო არ არის მსგავსი რამ მოსალოდნელი, ეს ალბათ დაგეგმარების საკითხია. მაინტერესებს ესეთი რამ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს თქვენ რატომ წარმოადგენთ, ეს ერთი კითხვა და თქვენ ახსენეთ პრივატიზაციის საკითხი. ხომ არა გაქვთ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, აი როდესაც იცით ჰოლდინგია ჯანდაცვის სამინისტროს კოლგის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებების შესყიდვას ახორციელებს. ხომ არ მოხდა რაიმე დაწესებულების პრივატიზაცია შესყიდვა, თუნდაც გასული წლის მანძილზე ან წელს პირველი კვარტლის განმავლობაში. ხო არა გაქვთ ესეთი ინფორმაცია? მადლობა. მეც შეგაკითხებით ბატონო გიორგი თუ შეიძლება პირველ რიგში დიდი მადლობა მოხსენებისთვის. თქვენ ბრძანეთ რომ 2025 წლის ბიუჯეტი იყო დეფიციტი დაახლოებით 2.5%-ზე დაგეგმილი და საბოლოო რეალური ციფრი მივიღეთ 1.4%. ნამდვილად აინტერესებთ ეს საკითხი ჩვენს მოსახლეობას, ეს თქვენ ახსენით ეკონომიკური ზრდით. მაგრამ ამავე დროს ხარჯვით ნაწილში გამოგვივიდა შესრულება 99.2%. რა კავშირია დაუშვათ აი ამ ხარჯვით ნაწილსა და ბიუჯეტის დეფიციტს შორის?
თქვენ ბრძანეთ, რომ ეს თანხები მიმართული იყოს საგარეო ვალის დაფარვაზე და ასე შემდეგ ძალიან კარგია და თუ კი შარშან მივიღეთ 1.4% ბიუჯეტის დეფიციტი 2026 რატო ფიქრობთ საპროგნოზოს 2.5%-ს და არ უბრუნდებით დაუშვათ 1 და 4, 1 და 5 ისე როგორც 2025 წლის საბოლოო შედეგები მივიღეთ. აქ თქვენი როგორც გამოცდილი ეკონომისტის და ამდენი წელი ბიუჯეტზე მომუშავეს თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ძალიან დიდი გამოწვევების წინ დგას ჩვენი ქვეყანა და რეგიონი ზოგადად. ამიტომ თუ კი ეს გაგრძელდა საომარი ვითარებები ჩრდილოეთით, სამხრეთით, ეს როგორ აისახება? ხო არ აისახება ბიუჯეტის დეფიციტზე, იმიტომ რომ საწვავზე ფასი, რა თქმა უნდა, ყველა ფერზე, ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე ზეგავლენას ახდენს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მივყვებით თანმიმდევრობით შეკითხვებს. რია ნომობილები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნუ სწორედ მახსოვს პარასკევს უკვე დასრულდა ერთი ტენდერი, სადაც 135 მანქანის შესყიდვა მოხდება, მათ შორის არის რია ნომობილები, ანუ საჭიროება რია ნომობილების რაც არის, თანხის კუთხით მათ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, გასაზღვრულია თანხა და გამოყოფილია ამ კუთხით. შესაბამისად რა რაოდენობაც იქნება რია ნომობილების საჭირო, ის რაოდენობა იქნება შესყიდული. აქ მეორეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უბრალოდ ვიყიდოთ და ყავდეს დროთა განმავლობაში, სულ არ იყოს ექსპლუატაციაში, მაინც მდგომარეობა უპუშდება ამ მანქანებს, ამიტომ უნდა ყავდეს იმდენი და იმოცულობით, რაც საჭიროება დგას და საჭიროების შესაბამისად მისი თანხა უკვე გათვალისწინებული გვაქვს და რა თქმა უნდა შესყიდვებიც იქნება. რაც შეეხება 27 წლის ბიუჯეტს, ამაზე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ერთად ვიმუშავებთ, მათ შორის მე კონკრეტულ პრეპარატებზე რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ, არა მაქვს შესაბამისი ცოდნა, ამიტომ ერთობლივი მუშაობა ჯერ სამინისტროებთან და შემდეგ თქვენთან და რასაც მოგცემს რესურსის საშუალებას, მაქსიმალურად პრიორიტეტებზე უნდა გავანაწილოთ. მე მესმის აბსოლუტურად, რომ ბაღის მასწავლებელიც, სკოლის მასწავლებელიც, ჯანდაცვაც პრიორიტეტია, ნუ ყველა საკითხზე უნდა იყოს განაწილებული თანხა, ხო? სხვა კომიტეტს რო დავდგეთ, იქ სხვა მოთხოვნებია და სხვა მიმართულებებია, ამიტომ ყველაფერზე უნდა მოხდეს ეს განაწილება, რაც აუცილებელი და ის საკითხებია, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დაფაროს და ჯანდაცვა ნამდვილად ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შეკითხვის შინაარსი აუდიტის სამსახურის მოხსენებას მე არ წარმოადგენ, მე ბიუჯეტის შესრულებას წარმოვადგენ, ამიტომ მე არ შევეხები აუდიტის ნაწილს და არ შევხები ვარ, მე ვსაუბრობდი უშუალოდ ბიუჯეტის შესრულების ნაწილზე. აუდიტის სამსახური თავის მოხსენებას თვითონ წარმოადგენს უკვე პლენარულ სტომაზე და იქ იქნება წარმოდგენილი მათი პოზიციები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრივატიზებას, ჰოლდინგს რაიმე პრივატიზება არ განუხორციელებია, ანუ რაიმე გაყიდვა არ მოხდა რა. მე არ მახსოვს თუ რამე ვიყიდეთ რომელიმე საავადმყოფო გასულ წელს. ხო, აი, უბრალოდ იქიდან რაც შესყიდვა მოხდა პირიქით სახელმწიფოს მხრიდან და არა პრივატიზება. ამაზე და ზუსტად გვეტყვის კაბატონინა. რაც შეეხება დეფიციტის ნაწილს, დეფიციტის ნაწილს შეეხება, დეფიციტი ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ. ჩვენ ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ვართ, ბევრი რამე არის სახელმწიფოდან დაფინანსებაზე დამოკიდებული, მათ შორის ინვესტიციების ნაწილში, ამიტომ ჩვენ დეფიციტს გვეგმავთ ძირითადად 2.5%-ის ფარგლებში და რატო 2.5%? ნუ მოგესალმებით კანონმდებლობით 3%-ია ზედაზღვარი, თუმცა 2.5% გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ მუდმივად გქონდეს ვალის კლებადი ტენდენცია. ეს არის 2.5%, რასაც გვეგმავთ ჩვენ შეიძლება რომელიღაც წლებს კონკრეტული პროექტის დასაფინანსებლად ავიდეთ და 2.5 კი არა 2.7 გქონდეს დაუშვათ დეფიციტი ან 2.8%, მაგრამ ძირითადად 2.5, ანუ ძირითადი პროგნოზების ნაწილში 2.5% გვაქვს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მცირედით ვალის კლებადი ტენდენცია და დანარჩენი რესურსი მაქსიმალურად მიმართოთ იმ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ქვეყანაშია. გასულ წელს 2.5-დან რომ 1.4-ზე 4%-ზე ჩამოვიდა, რა კავშირი ჰქონდა ხარჯების ნაწილში 99.2% რაც არის, ეს არის დაახლოებით ის 0.8% იყო დეფიციტზე მოქმედება, რაც იყო 0.2%-ის ფარგლებში. გავლენა რა აქვს სხვადასხვა ქვეყანებში და ჩვენს რეგიონში არსებულ სხვადასხვა პარამეტრებს, რა თქმა უნდა, ფასების ნაწილში აისახება და ეს როგორც ბიუჯეტის ნაწილში დიდად კავშირი არ აქვს და არც ეკონომიკაზე უარყოფით და დიდად არ აისახება, თუმცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კუთხით სწორედ ერთ-ერთი მიმართულება ეს არის, რომ იმპორტის ღირებულება იზრდება ქვეყნის მიერ და შესაბამისად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვესდება, ნაცვლად 2.6%-ისა წელს პროგნოზირებულია 3.7
0.1%, დანარჩენი ჩვენ პირდაპირი ჩვენ ეკონომიკას გულისხმობ, პირდაპირი კავშირი არც იმ სრუტესთან და იქიდან პირდაპირი გზით რაიმე პროდუქტის მიღება ან ექსპორტი არ ხდებოდა, შესაბამისად პირდაპირი გავლენა არ აქვს, თუმცა ის რომ ფასები გლობალურად იზრდება და გარკვეული ეკონომიკური პასუხები აქვს სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ეს საბოლოო ჯამში მოქმედებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე, შესაბამისად ალბათ ცნობილია თქვენთვის როგორც სავალუტო ფონდმა, ასევე მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა და ეს რა თქმა უნდა თავისთავად უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. თუმცა პირდაპირი გავლენა ესეთი ამას არ აქვს. რატო გეგმავთ რატომ არ გეგმავთ რომ უფრო დაბალი გქონდეს დეფიციტი? იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი საინვესტიციო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეს მუნიციპალიტეტებში იქნება თუ რაიმე გლობალური პროექტები, რომელიც სახელმწიფოს მიერ უნდა იქნეს დაფინანსებული და არ არის კერძო სექტორის ნაწილი, ამათ დაფინანსებას ჭირდება რესურსი და შესაბამისად გარკვეული სტიმულიც ეკონომიკურ ზრდას ესაჭიროება. შესაბამისად ჩვენ მომდევნო წლებში გვექნება დაახლოებით 2.5-დან 2.5%-მდე დეფიციტები, თუ მერე წლის განმავლობაში კონკრეტული წლის განმავლობაში იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამას გარკვეულწილად ვიყენებთ დეფიციტის შესამცირებლად, ან თუ შესაძლებელია რომ კიდე დამატებითი პროექტების მოსწრება კონკრეტულ წელს განხორციელდეს, ამ მიმართულებით მიმართავთ ხოლმე, ეს არის ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა. შეიძლება ქალბატონ ირინას აქვს პასუხი ჩემს კითხვაზე და შეიძლება მივცეთ საშუალება. მადლობა. მადლობა. პრივატიზებასთან დაკავშირებით დაისვა კითხვა და ამას შემიძლია ვუპასუხო. შაშან ჩვენ კლინიკების პრივატიზება არ განგვიხორციელა, ანუ არ გაგვიყიდია არც ერთი კლინიკა. პირიქით შევიძინეთ ქუთაისში მდებარე ტუბერკულოზის აი ამ მომსახურების განმახორციელებელი კლინიკა. თქვენ მოგეხსენებათ რომ შაშან ჯანდაცვის სამინისტროს დაემატა კიდევ ერთი ახალი ფუნქცია, რაც გულისხმობდა ნარკომანით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობას, ნუ თუ სასამართლო გადაწყვეტს ამას. ჩვენ პირველი ასეთი დაწესებულება გავხსენეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგრამ მისი გამტარობა ვერ უზრუნველყოფდა მოთხოვნას. იმიტომ რომ დღეისთვის ეს დაწესებულება არის სრულად დატვირთული. ამიტომ საჭირო იყო, რომ ანუ მოთხოვნა იყო უფრო დიდი და საჭირო იყო, რომ მეორე კლინიკაც მოგვეწყო იმისთვის, რომ ადამიანებს გაევლოთ ეს სავალდებულო მკურნალობის კურსი. გარდა ამისა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემაც იდგა. ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე ათეულ ადამიანზე გათვლილი კლინიკა ვერ უზრუნველყოფდა ამ სერვისის სრულად მიწოდებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევისყიდეთ ეს კლინიკა, იქ გავმართეთ ეს სერვისი, პროფილი შეიცვალა. ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაზე არის საუბარი და იქ ახლა ფუნქციონირებს მეორე დაწესებულება სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი. კიდე შეკითხვები? შეკითხვები ხო არა გაქვთ ამაზუსტებელი? კარგი, დიდი მადლობა. საკითხი ამოწურულია. ვინ არის მომხრე რომ ინფორმაციად მივიღოთ? დიდი მადლობა. დადებითად შევაფასოთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. გადავდივართ დღის წესრიგით შემდეგ საკითხზე. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენა გვაქვს. მოგესალმებით, ხალბატონო ირინა. მოგესალმებით, მადლობა ბატონო ზაზა. რადგან მეორე მოსმენა ძალიან მოკლედ შეგახსენებთ ამ პროექტის შინაარს, საკითხი ეხება შვილად აყვანის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადასტურებას არა სოციალურ დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამ მონაწერის წარდგენის საფუძველზე, რომელიც შემდეგ ყოველწლიურად უნდა განახლდეს ამჟამად მოქმედი კანონით, არამედ იმ ალტერნატიული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე 1 სექტემბრამდე დამტკიცდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. პირველი მოსმენიდან დღემდე ცვლილებები არ არის ტექსტში შეტანილი, იგივე რედაქცია არის წარმოდგენილი. მაინც მუხლობრივად გავყვეთ პროტოკოლი ამას ითხოვს. პირველი მუხლი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ ცვლილებები არ არის. არ არის. მუხლი მეორე. მუხლი მეორეც უცვლელია. მუხლი მესამე. უცვლელი. კეთილი. სამივე მუხლში ცვლილებები არ განუცდია. შეკითხვები რა გვაქვს ხალბატონ ირინასთან? დიდი მადლობა, კი ბატონო, სულ დავეთანხმები ბატონ ვლადიმერს, ნამდვილად ესია. სხვას შეკითხვები ხო არავისა გაქვთ?
დიდი მადლობა, კენჭისყაზე დავაყენოთ, ვინ არის მოხრე რომ მეორე მოსმენით მივიღოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მგელოდებით შემდგომ კვირაში სასესიო მოსმენაზე ხალბატონ ელინა. მადლობა, ამით კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობა ყველას, წარმატებებს გისურვებთ.